ახალციხის მთავრობის ეკონომიკის ფინანსთა მინისტრები და დევნილთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი დღეს ზუგდიდში იმყოფებიან. მთავრობის წარმომადგენლები სხვადასხვა კომპაქტურ ჩასახლებაში დევნილებს შეხვდნენ და ზუგდიდში დაბუკაშვილის ქუჩაზე მშენებარე დევნილთა ჩასახლება მოინახულეს. დევნილთა კორპუსების მშენებლობა 2014 წლის სექტემბერში დასრულდება და ახალ საცხოვრის ყურას 56 დევნილი ოჯახი მიიღებს. პროექტს გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს. ორგანიზაციამ დევნილთა ბინების მშენებლობისათვის 10 მილიონი ლარი გამოყო. ეს არის ღონისძიება, რომელიც გვავალდებულებს ჩვენ ახალციხის მთავრობას ვიყოთ აქტიურად დევნილებთან კავშირში, ვიყოთ თუნდაც იმიტომ, რომ მათი რეალური პრობლემები შევისწავლოთ, მივაწოდოთ ცენტრალურ ხელისუფლებას და ვიყოთ ამაში აქტუალურად ჩართულები. რაც შეეხება თვითონ ამ კომპლექსს, ამ მშენებლობაზე მთლიანად დევნილებთან დამოკიდებულებას, გეტყვით, რომ ეს მისასალმებელია. ცენტრალური ხელისუფლება, ფედერალური ხელისუფლება ნამდვილად აკეთებს იმ დიდ საქმეს, რომელსაც მათი შესაძლებლობიდან გამომდინარე მაქსიმუმი ჰქონია. აქ ძირითადად ეხლა დასაქმებულია 45-50 ჩვენი დევნილი, სადაც ისინი თვითონ იღებენ მონაწილეობას ამ მშენებლობის პროცესში. შესაბამისად, ჩვენ ამას მივესალმებით. ეს არის ძალიან სასიამოვნო ფაქტი, სადაც თვითონ დევნილი იშენებს თავის საკუთარ სახლს.